თეატრის და კინოს მსახიობის, საოცარ დამოკიდებულებით ვიტყვი ამას. და იმიტომ ქონდა ეს პაუზა, ხო? კი, პაუზა. მურმან ჯინორიას 79 წელი შეუსრულდა. მურმან ჯინორიამ 1970 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. 1975 წელს კი რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი და მალევე დაიწყო მუშაობა კინომსახიობთა თეატრში. რუსთაველის თეატრის მსახიობია მურმანი 1983 წლიდან. 1995 წლიდან არის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობისა და მეტყველების პედაგოგი. 1996 წლიდან კი ვერიკო ანჯაფარიძის ერთი თეატრის მსახიობი. მურმან ჯინორია მხატვრული კითხვის უბადლო დავამატებდი ოსტატია და მისი ავტორობით თეატრში არაერთი ლიტერატურული კომპოზიცია განხორციელდა წარმატებით. ის თამაშობდა ქართულ კინოშიც, რა თქმა უნდა, გადაღებულია ძალიან ბევრ ფილმში, მე რამოდენიმე ჩამოვთვლი, ეს არის ჩაკლული სული, წიგნი ფიცისა, ანთიმოზივერიელი, მე რაც მახსენდება ხარება და გოგია, მოკლედ ბევრ ფილმშია გადაღებული და სინემა თუ გახსოვთ მათ მისი დებიუტი ეს იყო ყველგან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან დიდი შთაბეჭდილება, ძალიან მრავალმხრივი მსახიობია, როგორ გითხრა, აი გარდასახვის საოცარი უნარით და ძალიან მრავალფეროვანი როლებია მისი, რაც გვინახავს. სამახსოვრებელი არის ხოლმე ყოველთვის. ყოველთვის. მისი ყოველი როლი და მე მახსოვს ბავშვობიდან ჯერ მარტო მისი გარეგნობით რამდენად დასამახსოვრებელი გახდა ჩემთვის როგორც ბავშვისთვის და ყოველთვის შემდეგ უკვე ცნობდი და ეს ძალიან მიხარდა და პარტნიორი არაჩვეულებრივი თუ არ ცდები ნანა თუ არ ცდები მე მგონი არ ცდები სოფელ სორტადან არიან ჯინორიები სოფელ სორტადან არის და მას ყველაზე მეტად მე კიდე რასაც ვაფასებ ის თავის ძირს ფესვებს დაუბრუნდა იქ ხშირად ცხოვრობს ჩადის სორტაში და მოკლედ სამეგრელო ძალიან უყვარს ისე როგორც მთელი საქართველო ძალიან უყვარს და ნუ იქ ტაძარიც ააშენა იქ და მოკლედ ამაში წლები შეალია ამას არა მარტო წლები ენერგია მაგრამ კარგი საქმე გააკეთა და ნამდვილად მივიდა წარმატებები ბატონო ჯანმრთელობა წარმატება და ყველაფერი საუკეთესოს გისურვებთ აუცილებლად